წელიწადში სოციალური დახმარება დაკარგა. არადა საქართველოს ბიუჯეტში ყველაზე დიდი ხარჯები სწორედ სოციალური ხასიათისაა. ამ ადამიანებს შორის მოხვდნენ მაგალითად პენსიონერები, რომლებსაც დამატებითი ქულები იმის გამო მიანიჭეს, რომ ისინი პენსიას იღებდნენ. ეს შეცდომა ხელისუფლებამ უკვე აღიარა და ცდილობს მის გამოსწორებას, მაგრამ ქულების დათვლის ახალი სისტემა არავის აძლევს გარანტიას, რომ დახმარება აღუდგება. აი ეს 2.50 მაქვს. ამისას ვიყიდი 1 პურს. რუხ პურს და ამისას ვიყიდი ალბათ გერკულეს. ორლარ ნახევარი მაყვალა კანდელაკმა პენსიამდე უნდა იმყოფინოს, იქამდე კიდევ 2 კვირა დარჩა. ნისიად ყიდულობს საჭმელს, უფასო სასადილოშიც დადის, თუმცა დიაბეტი აქვს, საათობრივი კვება და განსხვავებული რაციონი სჭირდება, რისის საშუალებაც არ აქვს. მისი მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც სოციალური დახმარება მოუხსნეს. 3 ლარი და რაღაც არის გაზისა მოსული. და ვერ ვიხდი ჯერჯერობით, აბა რანაირად რა გადავიხადო. 10 ლარი მაწვნის ფული მაქვს მისაცემი მეზობლის. ვის აუტირდე, ვის უთხრა, რა გავაკეთო, მე უკვე აზრად არა ვარ. დახმარება 2014 წლის გაზაფხულზე შეუწყვიტეს, მიზეზი მაშინ გაზის გამათბობელი იყო, რომელიც ქალბატონმა მაყვალამ შეიძინა. გამათბობელი მალევე გაფუჭდა, თუმცა დახმარება არ აღუდგინეს. მაშინ 76,000 ქულა მიანიჭეს. ერთი თვის წინ ახალი მეთოდოლოგიით შეამოწმეს და დაკლების მაგივრად ქულა 114,000-მდე მოუმატეს. მიუხედავად იმისა, რომ მის სახლს ან ეკონომიკურ მდგომარეობას არაფერი შემატებია. რამ გამოიწვია ეს ჩემი მაღალი ქულების დადგენა. პირიდა ლუკმა გამომაცალეს მეც და ჩემზე კიდე ასეთნაირ გაჭირვებულებს და თვითონ დიდ ეკრანებზე გვაჩვენებენ თუ როგორ იტენიან ჯიბეში და როგორ ხასიათზე იქნები შემოგევლე. ინსულინს სახელმწიფო უფასოდ აძლევს, თუმცა სხვა მრავალი მედიკამენტი სჭირდება. ამიტომ პენსიას წამლებში ხარჯავს. დამხმარე არავინ ჰყავს. არაფერს არ ვიღებ ახლა საერთოდ. სამგზავრო საათათქენი მქონდა, ისიც გაუქმებული, მაქვს 1 კვირა უკვე გამიგუქმდა ისიც. კვებიდან ამ მქონდა აქამდე საჭმელი. 3 პური ამ მქონდა იქიდან და ერთი ადამიანის ულუფა, რაც ეკუთვნის 6 სულს ის ამ მქონდა. დღესაც ბოლო დღე მაქვს კვების ამოტანის. აი არაფერი შემოსავალი მე არ მაქვს, რომ რაღაცით თუნდაც 1 პური ვიყიდე. თათული 4 გოგონას დედა ივნისამდე დახმარებას იღებდა. მისმა მეუღლემ დეკემბერში მუშაობა დაიწყო, შემდეგ სამსახურიდან გამოუშვეს. თუმცა სოციალური დახმარება 6 სულიან ოჯახს მაინც მოუხსნეს. შემწეობას არც ბავშვებზე იღებენ. ეხლაც რო გამეუქმეს ისევ ჩემი ქმრის ხელფასი დააფიქსირეს, მაგრამ ამ დროს უკვე თვენახევარი განთავისუფლებული იყო სამსახურიდან და ეხლაც მაქვს საბუთი, რომ განთავისუფლებულია. მაშინ ეს საბუთიო სახლში დაახვედრე, მოვლენ და ან აღგიდგენენ, ან გაგიუქმებენო. მე არავინ არ მოსულა, პირდაპირ წერილი მომივიდა, რომ გაუქმებულია და 1 წლის განმავლობაში არ მაქვს გასაჩივრების უფლება. ახლა მეუღლის ოჯახში სივიწროვეში ცხოვრობს, ნაკირავებში გადასვლის საშუალება არ აქვთ. თათulis უნდა სამსახური იპოვოს, მაგრამ ბავშვებს ვერავის უტოვებს. სოციალური დახმარება კი თვიდან თვემდე თავის გატანაში ეხმარებოდა. რომელიც დასავლდა თავის შვილი კარგად იყოს, მაგრამ არადაირი ძალა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო. მინდა რაღაციდან გამოსავალი ვნახო. აი გამოსავალს ვერ პოულობ, ესაა ჩემი პრობლემა. მსგავსი შემთხვევები დღეს მრავლადაა. სოციალური დახმარების მოხსნას არაერთი ოჯახი უჩივის. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ზურაბ ჭიაბერაშვილმა ზუსტი ციფრი დაასახელა. ბოლო 2 წელში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 128,000 ადამიანით შემცირდა. 2013 იანვარში 70 და მეტი ასაკის 85,000 ადამიანი იღებდა საარსებო შემწეობას და დღეს იღებს 58,000 ადამიანი. ანუ მარტო აქ გვაქვს 27,000 კლება. 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 30,000-ით არის შემცირებული იმ პენსიონერთა რაოდენობა, ვინც საარსებო შემწეობას იღებდა. 7 წევრი რო არის, აქ ხო იგულისხმება, რომ ბავშვები არიან. თუ ბავშვებზე ზრუნავენ, მაშინ 3,000-ით აქ რატო აკლება? აბსოლუტურად ყველა პარამეტრში არის კლება. დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირებას ოპოზიცია მთავრობის მხრიდან ხარჯების დაზოგვას უკავშირებს. ხალხს რო ყრიან, ფულს რო არ გასცემენ, ფულს ზოგავენ. 2014 იანვარში თვეში ხარჯი იყო 24 მილიონი, ეხლა არის 20 მილიონი. ჩვენ ვამბობთ, რომ კამრების შემოჭერა სინამდვილეში
შეეხო გაჭირებულ ყველაზე ღარიბ მოსახლეობას. ის რომ 2012 წელთან შედარებით დაიკლო სოციალურ დაუცველთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა რაოდენობა, ეს ფაქტია, მაგრამ არასწორია 2012 წელთან შედარება, რამე თუ 2012 წელს წინა საარჩევნოდ ხდებოდა უზომოდ სწრაფად სოციალურ დაუცველთა სტატუსის მატარებელ პირთა რაოდენობის ზრდა. 2015 წელთან შედარებითაც არის. რა თქმა უნდა, ეს არის მასშტაბური რეფორმა. მასშტაბურ რეფორმაში დიმიტრი ხუნდაძე ბაზების დეტალურ გადამოწმებას გულისხმობს. ახლა ძნელია იმის დადგენა სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი 10,000-ობით ადამიანიდან. რამდენმა მიიღო არასაკმარისი ქულები, ძველი ან ახალი მეთოდოლოგიით. ახალი მეთოდის თანახმად, რადგან მარტოხელა პენსიონერის სახელმწიფოსგან 150 ლარს ისედაც იღებს, ავტომატურად უფრო მაღალი ქულა ენიჭებოდა. 3 დღის წინ დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვეს და მარტოხელა პენსიონერების კოეფიციენტი გაიზარდა. მე არ მოვერიდები ამის თქმას და ეს იყო შეცდომა. ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ჯერ კიდევ ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლამდე შესაძლო რისკების შესახებ იანვარშივე იცოდნენ. რაღაცა რაოდენობა პენსიონერების ამოვარდნილი იყო, რა თქმა უნდა ვიცოდეთ. შესაძლებლობა ამის. თუმცა პრაქტიკაში ამან გვანახა, რომ პატარა ხარვეზი იყო, რომლის გამოსწორებაც იყო საჭირო და გამოვასწორეთ. ივნისის შემდეგ პროგრამიდან 4,000-მდე მარტოხელა პენსიონერი ამოვარდა. მხოლოდ იმ პენსიონერების ქულები გადაითვლება, ვინც ახალი მეთოდოლოგიით იქნა ამოღებული. მათი ქულა ჩამოვა, ოღონდ ყველასი არა. ეს მოხდება საჭიროების მიხედვით და იმ დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მათ შეავსეს 1 მაისის შემდეგ. ანუ გარანტია ვერ იქნება. გარანტია ყველასთვის რა თქმა უნდა ვერ იქნება. ევა ჯავაშვილი მარტოხელა პენსიონერი არ არის, შესაბამისად ქულების გადათვლა არ ეხება, თუმცა არანაკლებ გაჭირვებაში ცხოვრობს. აბა დაინახეთ ჩემი ტანი. აბა დაინახეთ. მე რა ვქნა? რითვით ცხოვრობ? ევა ჯავაშვილს გამწვავებული ფსორიაზი აწუხებს, ღია ჭრილობებიდან ჩირქისდის. თავად ჯერ პენსიას არ იღებს, მათი შემოსავალი მეუღლის პენსიაა, რომელიც წინასწარ სამკურნალოდ გამოიტანეს და ახლა თვეში 75 ლარს იღებენ. რო აცხადებენ ტელევიზორში პენსიონერმა უნდა აიღოს, იმ მარტოხელა, თუ მარტოხელად არის სახში და შვილები განზე იყვენან, ის შვილები მიაქცევენ ყურადღება. დედმამა იგრი არ დაეტოვებენ. მე რა უნდა ვქნა? შვილი მაინც არის მყავდე, ან იგეთი ვიღაცა მყავდე. რომ ეხმარო რაღაც. სოციალური დახმარება მეოთხე თვეა აღარ მიუღიათ. ისედაც სიდუხჭირეში მცხოვრებთა მდგომარეობა გაცილებით დამძიმდა. ფიცრულში ცხოვრობენ. არც წყალი აქვთ, არც გაზი. აქვთ ელექტროენერგია, მაგრამ ეკონომიის გამო ვერ იყენებენ. შუქს არც დღიანთებენ და არც ღამე. ცოლ-ქმარს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფიზიკური მუშაობაც აღარ შეუძლია. წუღელი მციერი დაწვა. შიოდა, მაგრამ მე ვუთხარ მაითმინე. 20 ლარის უკვე მარტო პური მაგ გამოტანი. მარტო პური. ჯანდაცვის სამინისტროში რეფორმის მთავარ ღირსებად არასრულწლოვნებისთვის დადგენილ 10 ლარიან დახმარებას მიიჩნევენ, რომელსაც ბავშვები იმ შემთხვევაში იღებენ, თუ ქულა 100,000 არ აჭარბებს. ასეთია თამუნას ოჯახი, თავად დახმარება შეუწყვიტეს და ახლა 2 ბიჭზე 10 ლარს აიღებს. სულ არაფერს კი როგორ არ ჯობია, მაგრამ ეხლა როგორც ასე 10 ლარი არაფერი არ არის. თამარის საბავშვო ბაღში მუშაობს და ხელფასი 100 ლარი აქვს, თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფნის. მთავრობის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიაზე მომატებული გადასახადის სხვაობას იმას აუნაზღაურებენ, ვისაც 70,000-მდე ქულა აქვს. თამარის ოჯახმა 80,000 მიიღო. მას ბოლოს 3 თვეა ჯერ კიდევ ძველი ტარიფით მოსული თანხაც არ გადაუხდია. დენისა ეხლა არ გადამიხდია და ჯარიმა მეწერება ყოველთვე 2 ლარი. ახლა დაბალი გადასახადი ვერ ვიხდით 3 თვეა და რო აიწევს კიდე ხო საერთოდ ვერ გადავიხდით. რატომ გადაწყვიტა მთავრობამ, რომ მომატებული ელექტროენერგიის ფასის გადახდა მხოლოდ 70,000 ქულაზე ნაკლების მქონეებს გაუჭირდებათ და არა თუნდაც 71,000 ქულის მფლობელებს, ამ კითხვით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მივმართეთ. არ ვდაობ იმას, რომ დიდი სხვაობა არ არის, თქვათ, 60,000 ქულის მატარებელსა და თქვათ 70,000 ქულის მატარებელს შორის, მაგრამ გარკვეული ზღვარი უნდა იყოს. თორემ ეს გადავა უსასრულობაში. სამინისტროში აცხადებენ, რომ მარტოხელა პენსიონერების ქულების გადათვლა ორშაბათიდან დაიწყება, თუმცა უცნობია, რამდენს დაუბრუნდება დახმარება. პენსიონერები ახალი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. თუ მათი ქულები არ დაიწევს, გაზრდილი ტარიფის პირობებში ზამთრის უშუქოდ გატარება ემუქრებათ. ისევე როგორც ჩვენ დანარჩენ რესპონდენტებს.
ისინი ბევრად უიმედოდ არიან, რადგან მათი ქულები აღარ გადაითვლება. დღითი დღე კი წამლით დაწყებული ელექტროენერგიით დამთავრებული ყველაფერი უძვირდებათ. ჩემი უფლება ვიყო მამაჩემის შვილი. ბრძოლა კახა ბენდუკიძის მილიონებისთვის. კახას ჰქონდა ანდერძი. მეუღლე შვილის წინააღმდეგ. მან გაანადგურა დნმ-ის ნიმუშები, რითიც დავამტკიცებდი, რომ კახა შვილი ვარ. რა ვერ გაიყვეს ბენდუკიძის მემკვიდრეებმა. კახა მეუბნებოდა არასდროს დანებდე. ამიტომ უნდა ვიბრძოლო. ზაფხულის სეზონის სპონსორია ზედაზენი. აბარა. 2015 წლის 29 ივნისიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონს დაფარავს. ვისაც გაქვთ მისწრაფება, წამოიწყოთ ახალი ბიზნესი, მიაღწიოთ წარმატებას და ამით დაეხმაროთ საკუთარი რეგიონის განვითარებას. საშუალება გეძლევათ მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და დაფინანსება 5000 ლარამდე. წარმატებული რეგიონი, ძლიერი ქვეყანა. პროექტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მეწარმეობის განვითარების სააგენტო. თქვენ მათმა ბზინვარება დაკარგა? დროა იმოქმედოთ. ინოვაცია შვარცკოპისაგან. შაუმა კრისტალური ბზინვარება თხევადი მიკროკრისტალებით. ის ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში და ანიჭებს მას შეუდარებელ ბზინვალებას 24 საათის განმავლობაში. სიახლე, შაუმა კრისტალური ბზინვარება. შვარცკოპი, პროფესიონალთა გამოცდილება თქვენი თმისათვის. საუკეთესო გემო და ახალი დიზაინი. ნაკადული, ეს ჩემი წყალია. სიგრილისათვის, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გამოყვებათ, Head & Shoulders-ი იზრუნებს თქვენზე. ეხმარება გაგრილებაში მთელი დღის განმავლობაში და აცილებს ქერფოლს. Head & Shoulders-ი იცხოვრე 100%-ით. ლამაზი და ჯანსაღი თმა ყველა ქალის უცნებაა. მაგრამ თმა ყოველდღიურად კარგავს კერატინს. ამიტომ მე გირჩევთ ახალ საშუალებას Sios Keratin Hair Perfection. ის აღადგენს კერატინის დანაკარგს და თქვენი თმა ისეთივე მომხიბვლელია, როგორც სალონის სტუმრობის შემდეგ. და რაც მთავარია, Sios-ის შეძენა შემიძლია ჩვეულებრივ მაღაზიაში. ახალი Sios Keratin Hair Perfection. გამოცდილია სტილისტებთან ერთად. იროლი წარმოგიდგენთ ორ ახალ გემოს. პიტრის დარღუნა ბიჭისთვის, მარცვი და ალუბალი გოგოსთვის. ბიჭებო, არავის აგიღიათ ჩემი დიროლი. ახალი დიროლი გოგოსთვის და ბიჭისთვის. არაგერიოს. ყურადღება, მოისმინეთ ექსპრეს ბანკის აგვისტოს თვის შეთავაზება. ექსპრეს ბანკში ექსპრეს კრედიტის აღება ყველაზე მარტივია. საკმარისია წარადგინოთ მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობა. ექსპრეს კრედიტის ლიმიტი გაიზარდა 700 ლარამდე და ყველა ვინც 31 აგვისტოს ჩათვლით ისარგებლებს ექსპრეს კრედიტით, არ გადაიხდის კრედიტის გაცემის საკომისიოს. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ყურადღება, სასწრაფო სარეკლამო განცხადება, მოსახლეობა კარგავს მინერალებს. როცა კარგავ მინერალებს, იკარგება სიცოცხლის ძალაც და უბრალოდ ითიშები. მაგრამ არსებობს გამოსავალი. მხოლოდ მიდარბი შეიცავს აქტიურ მინერალებს. მათი დახმარებით მინერალური წყალი მოპოვების უმაღლეს წერტილში 1320 მეტრზე ამოდის. სწორედ ამიტომ მიდარბის აქტიური მინერალები გმატებს ენერგიას და ცხოვრების ხალისს. მიდარბი დაიმუხტე მინერალების ძალით. დანიური სახლი ახლა უკვე გლდანშიც გთავაზობთ თეთრეულზე, საბამბალის ზედაპირ სახოცებზე 50%-ამდე ფასდაკლებას. TBC ბანკის ახალი სერვისით შეგიძლია პირდაპირ გადაურიცხყოფილი ყველას მისი ნომერიც იცი, მაგალითად ოთოს, ერთად მუშაობთ. ნუცასთან, ოთოს შეყვარებულს, შენი კლასელი იყო. ნუცას მეზობელ ერეგლესაც დაეხმარებინ. მეგობრობთ. ერეგლეს დაცულ გაიცა. სოფო. ნორმან ვეისის წიგნი რომ თარგმნა. ნორმან ვეისის ნომერსაც გაიგებს სოფოსგან, მაგრამ ვერ გადაურიცხავ, რადგან ქართული ნომერი არ აქვს. გადაურიცხე ყველას, ნორმან ვეისის გარდა. TBC ბანკი. გადარიცხე პირდაპირ მობილურის ნომრით, დააგროვე ქულები და მიიღე საჩუქრები. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ექსპრეს ბანკი, ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში ცეცხლის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია.
საღამოს ეთერის სპონსორია Samsung-ის ფესტივალი. მხოლოდ ოფიციალურ პარტნიორებთან Alta OK-ში, Smile-ში და Metromart-ში შეიძინე Samsung-ის ტექნიკა და დაიბრუნე 500 ლარამდე. საღამოს ეთერის სპონსორია სამშენებლო კომპანია GDG. სახლი, რომელიც ჯერ არ უნახავს თბილისს. აბაშიძის 70. საღამოს ეთერის სპონსორია Makticom-ის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას 15 თეთრად. კიდევ უფრო ახლოს ერთგულ მაყურებელთან. ძვირფასო ფოთელებო და ბათუმელებო. შეცვლილი დროით რუსთავი 2 თქვენთან შესახვედრად მაინც მოდის. 3 აგვისტოს ფოთის ცენტრალურ პარკში და 4 აგვისტოს ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. 16 საათზე სპორტული ატრაქციონი ბავშვებისთვის. 20 საათზე ერთგულ მაყურებელს ბრწყინვალე კონცერტით მიესალმება კომედი შოუ X Factor-ის, ნიჭიერის, საქართველოს ვარსკვლავის მონაწილეები და ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა. შემოგვიერთდით, დასწრება უფასოა. 3 და 4 აგვისტოს რუსთავი 2, ფოთის და ბათუმის სტუმარია. მოდიქეთ. ბიჭო, მართლა უნდა გავხსნათ ეს სალონი თუ რაღაც არის. ოხრობა მაგაცო. ერა, თუ გაგვწურით ამის გავხსნით. იმით ნახე და იმ ძალიან ძვირი რეს ყველაფერი. პროსტა მაგრა თუ გავაკეთებ და იმ უჯრედი დამბოქში შევიდე. იმიტომ რომ სალონები არიან და მილიონები. კაროჩე, ეგ სალონი უნდა იყოს მარტო ქალების. დაიღუპე, დატო გოცირიცე. დაზა მარაგაძე და მერაბდარჭია. ჩემი ცოლის დაქალები. კვირას 22 საათსა და 30 წუთზე. დილა მშვიდობისა საქართველო. რუსთავი 2 იწყებს ახალ დღეს, როდესაც ყველას ძინავს. ჩვენი გუნდი მუშაობას არწყვეტს. ჩვენ გიამბობთ რა მოხდა წუხელ. დილა მშვიდობისა, თქვენ უყურებთ დილის კურიერს. ჩვენთან გაიგებთ რა იგეგმება დღეს. დილიდანვე განვეწყოთ წარმატებისთვის და საქმიანად შევეგებოთ ახალ დღეს. ერთად გავეცნოთ განვლილი და მიმდინარე დღის კულტურულ, პოლიტიკურ და სპორტულ მოვლენებს. ერთად ვუმასპინძლოთ დილის სტუმარს. გაიზიარეთ ჩვენი მუსიკა და მხიარული განწყობისთვის მოусმინეთ დღის ანეკდოტს. ახალი ენერგიით და საქმიანი განწყობით. ჩვენი დილა რუსთავი 2-ზე იწყება. სოციალური შუღლი სამიზნედ სიყვარულს ირჩევს. ფერიდესა და მაჰირის ბედნიერებას საშინელი გამოცდა ენის. მინისტრი ძალაუფლებას შვილის წინააღმდეგ იყენებს. თურქული სერიალი კარადაი. ყოველდღე 19 საათსა და 45 წუთზე. ჩვენს ეთერში. ყველა მთავრობა მემონება მე. თეატრული საჩუქარი რუსთავი 2-ის მაყურებელს. ლანო შოუსა და კომედი შოუს იუმორისტული კონცერტები. პარლამენტთან 2 წუთით ჩამეძინა. კერიზაფხულის გრილი მხიარულება რუსთავი 2-ის. ბოჩელი ჩამოდის ბათუმში. საიდან ჩამოვა ბოჩელი? ბოჩიდან. დაისვენეთ და გაერთეთ კომედი შოუს მსახიობებთან ერთად. დავლიეთ რაღაც აკადემიკი და რომ იდგა ბიჭო საქმეზე ბიჭი არ გამოდგა? მერე? არა, ცუდი ბიჭი. უყურეთ ყოველ ორშაბათს 22 საათზე. მიშა, დაუნდიქტეიდე. კომედი შოუს და ვანო შოუს იუმორისტული კონცერტები. თბილისი 2015. ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა. საქართველოს დედაქალაქი ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძელია. მსოფლიო სპორტული ფორუმის დიდი სამზადისი და მიმდინარე კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები. ყოველ ორშაბათს სპორტ ტაიმი დიმიტრი ობოლაძესთან ერთად. ძალიან დავიყალე უკვე ვეღარ უძლებ აღარ შემიძლია და მიშველე. გამარჯობა ნანიკა. მე შენ წერილი მივიღე.
ნანუკას შოუს სეზონის ბოლოს თქვენ ნახავთ ზღაპარს. ყველაზე დაუჯერებელი ოცნება ამ გადაცემაში სრულდება. გამარჯვებული უნდა დავბრუნდე, დავიფიცე არ არსებობს. ხოლმე მე პაატა იაკობაშვილი და პოსტკულტურის გუნდი ვაგრძელებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. ამ სრულიად არაორდინალური და გამორჩეული ადამიანის კახა ბენდუკიძის გარდაცვალებას ძალიან ბანალური გაგრძელება მოყვა. მისი ნათესავები ერთმანეთს ქონების გამო დაუპირისპირდნენ. ლაპარაკია ბენდუკიძის მეუღლეზე, შვილსა და მილიონებზე. ეს ოჯახურ ნათესაური დაპირისპირება ნამდვილად არ იქნებოდა ასეთი საინტერესო, სწორედ კახა ბენდუკიძეს და მის მიერ შექმნილ სიმდიდრეს რომ არ უკავშირდებოდეს. მაგრამ რადგან საქმეც ასეა, ჩვენც გადავწყვიტეთ გაგვერკვია ვინ ვის და რას აბრალებს, ვინ რა ინტრიგა დახლართა და სულაც რა მილიონებზეა ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ შემხედავ და ხვდები ბენდუკიძე ვარ, ამის იურიდიულად დამტკიცებაა საჭირო. გოგონა ცნობილი მილიონერის ღიმილით. ასე უწოდა პრესამ ანასტასია გონჩაროვას, რომელიც ამბობს, რომ კახა ბენდუკიძის შვილია და მისი გამოჩენისთანავე ამაში ეჭვი არავის შეუტანია. ანასტასია თბილისში კახა ბენდუკიძის დაკრძალვაზე ჩამოვიდა. ბენდუკიძეების ოჯახმა ის ისე მიიღო, როგორც კახას შვილი. მაგრამ უთანხმოება ოჯახის წევრებს შორის მაშინ დაიწყო, როცა გარდაცვალებიდან მემკვიდრეობის დადგენის 6 თვიანი ვადა იწურებოდა. ანასტასია კი მისი სურვილის მიუხედავად მემკვიდრედ არ აღიარეს. После смерти Кахи были получены образцы ДНК. კახას გარდაცვალების შემდეგ აღებული იყო მისი დნმ-ის ნიმუშები. მე მინდოდა, რომ ეს ნიმუშები მამობის დასადგენად გამომეყენებინა, მაგრამ ამისთვის მჭირდებოდა ნატალიას, როგორც კახას კანონიერი მეუღლის ნებართვა. ნატალიამ გააჭიანურა პროცესი. ამის შემდეგ მე თვითონ მივწერე ლაბორატორიას და გაირკვა, რომ დნმ-ის ნიმუშები აღარ არსებობდა, განადგურდა. როგორ? რა მეთოდით? Она просто написала. მან უბრალოდ მიწერა ლაბორატორიას, რომ სურდა ამ ნიმუშების ამოღება და გატანა. როგორც კი ეს მასალა მესამე პირის ხელში მოხვდება და აღარ იქნება სამედიცინო დაწესებულებაში, ის სასამართლოსთვის ლეგიტიმურ მტკიცებულებას აღარ წარმოადგენს. ამის შემდეგ ანასტასიამ დახმარებისთვის კახა ბენდუკიძის ერთადერთ ღვიძლ დას ნუნუ ბენდუკიძეს მიმართა და იმედი ჰქონდა სისხლით ნათესავე უარს არ ეტყოდა. როგორც თავადყობა ადამიანმა, რომელიც მას მამიდად ეკუთვნის, გაჩუმება ურჩია, რათა ხელი არ შეეშალათ ბენდუკიძის კანონიერი მეუღლისთვის, რომელიც ანასტასიას კახას მოსკოვის 5 ოთახიან ბინას აჩუქებდა. ეს ჩემთვის შოკი იყო, რადგან უპირველეს ყოვლისა საკითხი მხოლოდ ფულში არ არის. მე მინდა ვიყო მამაჩემის შვილი, ვამაყობ იმით, რომ კახა ბენდუკიძის შვილი ვარ და მინდა ამაზე თამამად და თავისუფლად ვილაპარაკო. კახა სიცოცხლეში ჩემი არსებობის გასაიდუმლოებას სხვა საფუძველი ჰქონდა. ეს ჩემი ოჯახის საიდუმლო იყო, ჩემი იურიდიული მამის და მშობელი დედის საიდუმლო, რადგან ჩემმა იურიდიულმა მამამ არ იცოდა კახას არსებობა და არც ის, რომ მე მისი შვილი არ ვიყავი. კახამ პატიოსნად შეინახა დედაჩემისთვის მიცემული პირობა და მხოლოდ მისთვის ძალიან ახლობელმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ მას შვილი ჰყავდა. ჩემი შიშები გამართლდა. ჩემმა იურიდიულმა მამამ ეს ამბავი გაზეთებიდან შეიტყო. მე ვერ შევაფასებ ჩემ მშობლებს. მე ჩემ დაუნებურად აღმოჩნდი ამ სიტუაციაში და ამ თამაშის პირობები უნდა მიმეღო. კახამ და ანასტასიამ ერთმანეთი მას შემდეგ გაიცნეს, რაც მისი მშობლები განქორწინდნენ. დედა ცდილობდა ბიოლოგიურ მამაშვილს კარგად გაეცნოთ ერთმანეთი, მაგრამ სიმართლე გოგონას ისევ კახა ბენდუკიძემ უთხრა. თავისუფალ დროს კახასთან ერთად ვატარებდი. ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ჩემს განვითარებაში. მისი დაჟინებული მოთხოვნით გავაგრძელე სწავლა ინგლისის სკოლა-ინტერნატში და შემდეგ უკვე უნივერსიტეტებში. ერთხელაც მარტო ვიყავით და მითხრა: "ნასტია, მე შენი მამა ვარ." ეს თავიდან შოკი იყო ჩემთვის, როგორც სიურრეალისტური ფილმი, რომ მამა შენი თურმე მამა შენი არ არის, რომ შენი მამა სულ სხვა კაცია. ასე გამოვიდა, რასიზმ. ანასტასია გვიყვება, რომ მას მამასთან ხშირად უსაუბრია ოფიციალური აღიარების ფორმაზე, მაგრამ ამისთვის კახა ბენდუკიძე მოსკოვში უნდა ჩასულიყო.
ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, როგორ უნდა მაღიაროს მან ოფიციალურად. ამისთვის საჭირო იყო ის მოსკოვში ჩამოსულიყო, ჩემს იურიდიულ მამას უარი ეთქვა ჩემს შვილობაზე, გესმით რა პროცესები უნდა გაგვევლო, მაგრამ კახას არ შეეძლო რუსეთში ჩამოსვლა პოლიტიკური მიზეზების გამო. ამიტომ ასე ვერ მოხდა და ამაზე საჯაროდ საუბარს არ ჩქარობდით. ეს ჩემი უფლებაა ვიყო მამა ჩემის შვილი. თუ ადრე გვაკავებდა ის, რომ ამის შესახებ ჩემმა იურიდიულ მამამა მარიცოდა, ახლა ეს საშიშროება აღარ არსებობს. ეს უკვე მოხდა. ანასტასია გონჩაროვას ბრალდებებსა და არგუმენტებს ბუნებრივია საკუთარ პოზიციებს უპირისპირებენ კახა ბენდუქიძის ოჯახის წევრები, მისი და მეუღლე. მაგრამ ისინი ამ ეტაპზე ინტერვიუზე უარს ამბობენ. სოციალურ ქსელში ქალბატონმა ნუნუ ბენდუქიძემ გვიპასუხა, რომ მათი პოზიციის დასაფიქსირებლად გასულ კვირას გავრცელებული განცხადებები გამოგვეყენებინა. განცხადებაში კი ნუნუ ბენდუქიძე წერს: მიუხედავად იმისა, რომ ანასტასიას არ ვიცნობდით და არასოდეს გვსმენია მის შესახებ, იგი სახლში წავიყვანეთ და მთელი ოჯახი გავაცანით. ვუთხარით, რომ ის აუცილებლად მიიღებდა თავის წილს, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ კახა, როგორც ის ამბობს, ზრუნავდა მასზე. მხოლოდ ერთი რამე ვთხოვი, არ შეეშალა ხელი კახას მეუღლისთვის ამ კანონიერ და ლეგიტიმურ პროცესში და არ მიემართა სასამართლოსთვის. ანასტასია, რითი უპასუხებთ ამ ბრალდებას? ოჯახი ხომ დააკვირდათ, რომ წილს მიიღებდით, არაფერი შემოგთავაზეს? არა, სამწუხაროდ 5 ოთახიანი ბინის გარდა არაფერი. და ესეც იმ ფორმით, რომ ნატალიას უნდა მომცეს 90-იანებში ნაყიდი კახას ბინა. რამეც რომ შემოეთავაზებინათ, ეს წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაც გააკეთეს. გაანადგურეს მამაჩემის დნმ-ის ნიმუშები. როგორ უნდა ვენდო ადამიანებს, რომლებმაც სულ ახლახან ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჩემი შვილად აღიარება. მერე კი მეუბნებიან, მოითმინე თუ შეიძლება. ჩვენ მივიღებთ მემკვიდრეობას და აუცილებლად მოგცემთ რაც გეკუთვნისო. მე ვერ ვენდობი ამ ხალხს. არ მესმის ასე რატომ უნდა მოიქცე. ზურგს უკან გაანადგურო დნმ-ის ნიმუშები და მხოლოდ ქონება კი არა, შვილობის უფლებაც წამართვა. ეს ყველას გააბრაზებდა. ეს უკვე პრინციპის საკითხია. მე მინდა ვიყო მამაჩემის შვილი. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. მინდა გავაგრძელო მისი საქმე. კახას მთავარი მემკვიდრეობა არის მისი უნივერსიტეტები. რაც შეეხება თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებს. გასულ კვირას კახა ბენდუქიძის კანონიერი მეუღლის და ამ ეტაპზე ერთადერთი მემკვიდრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნატალია ზოლოტოვა წერს, რომ ანასტასიას მართავენ. მან დაიწყო ბრძოლა ჩემთვის აღნიშნული დოკუმენტებით მონიჭებული უფლების შესაჩერებლად. მაშინვე ცხადი გახდა, რომ მის ზურგს უკან იდგა ვიღაც მიზანმიმართული და გამოცდილი. მათ მოახერხეს სამემკვიდრეო მოწმობის მოქმედების დროებით შეჩერება, თუმცა მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენჯერმე უარი განაცხადა ასეთი გადაწყვეტილების მიღებაზე. კახა ბენდუქიძის შვილი საქართველოს მოხდა. კახა ბენდუქიძის მეუღლემ და დამ ეს განცხადებები მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ტელეეკრანებზე გამოჩნდა ანონსი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუდან. ოჯახს არ უნდა ოფიციალურად ჩემი აღიარება. ანასტასია, როგორ შეიძლება ისეთ ჭკვიან და წინდახედულ ადამიანს, როგორიც კახა ბენდუქიძე იყო, არ დაეწერა ანდერძი? ეს კარგი კითხვაა. კახამ ერთხელ მითხრა, რომ არის ანდერძი. არ ვიცი ეს რეალური დოკუმენტი იყო თუ მისი გეგმები, მაგრამ მითხრა, რომ ნასტია, ჩემი ქონების ძირითადი ნაწილი უნივერსიტეტებს დარჩება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნატალიას არ აინტერესებს ეს საკითხი. ის მოსკოვში ცხოვრობს. საქართველოში უნივერსიტეტები მისთვის ზედმეტი ტვირთია. მართავს თუ არა ვინმე ანასტასია გონჩაროვას, ფაქტი ერთია. მას კანონიერი გზებით სურს დაამტკიცოს, რომ კახა ბენდუქიძის შვილია. ამაში კი ხელს უშლია. რატომ ამ კითხვის დასმის საშუალება ოჯახმა არ მოგცა? მე ვიპოვე დნმ-ის კიდევ ერთი ნიმუში და სასამართლო მას გამოიყენებს ექსპერტიზისთვის. მაგრამ საქმე ის არის, რომ ნატალიამ კიდევ მიმართა ლაბორატორიას, რომ გაიტანოს ნიმუშები, როგორც ერთადერთმა კანონიერმა ნათესავმა. ამით ის მეორედ მიშლის ხელს დამტკიცდეს, რომ კახას შვილი ვარ. ჩემმა მამიდამ სამწუხაროდ უარი თქვა დნმ-ის ანალიზზე და ის ნატალიას მოწმია. ჩემს წინააღმდეგ. რა მემკვიდრეობაზეა საუბარი? რამდენია ქონება, რომელსაც გარდაცვლილი მილიონერი ფლობდა? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიზნეს კომპანიები, რომლებიც გარდაცვლილ მილიონერს ეკუთვნოდა საქართველოს გარდა, იყო ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, მონტენეგროში. ბენდუქიძის ჰოლანდიური ფონდის ლინეუსის ანგარიშზე არსებული ნაღდი ფული ამ ეტაპზე $250 მილიონ აჭარბებს.
მე ვიცი, რომ ეს ბრძოლა სიმართლისთვის ძალიან გამიჭირდება. ნატალიას იურიდიულ მხარდაჭერას უწევს ძალიან დიდარი და ცნობილი რუსი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი და ადვოკატების 20 კაციანი არმია. მე 6 ადვოკატი მყავს და მათ შორის ერთ-ერთი მემკვიდრეობით მერგო კახას ადვოკატი. ჩვენ ერთად ვიცავთ კახას იდეებს. სასამართლო პროცესები ერთდროულად მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთში. ანასტასია გონჩაროვამ, როგორც მოსკოვში დაბადებულმა, რუსეთში უნდა დაამტკიცოს, რომ კახა ბენდუქიძის შვილია. საქართველოში კი დავა მემკვიდრეობაზე მიდის. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ დნმ-ის მეორე ნიმუშებიც განადგურდა? ნატალიას ადვოკატები ცინიკურად მირჩევენ ექსგუმაციას. გავაკეთო საკუთარი მამის ექსგუმაცია, როცა არსებობს დნმ-ის ნიმუშები, ჩემი აზრით, ეს არის ბოროტება. ამაზე უარესის წარმოდგენა შეუძლებელია. ძალიან გამიჭირდება შევეგუო იმას, რომ კახას ღვიძლი და ცოლი დათანხმდებიან კახას საფლავიდან ამოღებას იმისთვის, რომ არ მაღიარონ. აი ეს არის ახლა ჩემთვის ყველაზე რთული, მაგრამ მე ისეთი გრძელი გზა გავიარე, ახლა რომ დავნებ ეს ნიშნავს ძირში მოვჭრა ის, რასაც мама მეუბნებოდა, არ დანებდე. მე სხვა გზა არ მაქვს. ის мама ჩემია. მე მისი შვილი ვარ. უნდა ვიბრძოლო მისი იდეებისთვის, რადგან ის აღარ არის. ის მასწავლიდა, არასდროს უნდა დანებდე და ახლა ძალიან რთულია გაუძლო სერიოზულ ზეწოლას ოჯახიდან, როცა ნუნუს შვილიშვილები წერენ, რომ მე ნეხვი და ნაგავი ვარ. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, არა და აზრი იმაზე, რომ მე მეყოლებოდა მამი და რომ იმიღებდა ოჯახში, ძალას მაძლევდა. ნერვიულობდა მეშინია სასამართლომ განაცხადოს, რომ მე არ ვარ კახას შვილი, თუმცა მე მაინც აქ დავრჩები საცხოვრებლად. აქ ახლოს გვრძნობ თავს კახას საქმესთან. აქ დავიწყე მუშაობა, ძაღლიც კი მყავს და იმედი მაქვს ჩემი ურთიერთობა საქართველოსთან ძალიან ხანგრძლივი იქნება. Да, мне здесь очень нравится и я себя здесь чувствую очень близко. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც სცემა პოლიციელები განყოფილებიდან გაიტაცა პატიმარი და ხულიგნობაშიც არის შემჩნეული. თქვენთვის